ამერიკის შეერთებული შტატების მერე, როგორც იცით, დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია კლანის წევრი მოსამართლეები მურუსიძე ჩინჩალაძის ამ შემთხვევაში მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის წევრები და მურუსიძეც არის ერთ-ერთი მათ შორის დასანქცირებული მოსამართლე ქართულ მოსამართლეებს, როგორც იცით, დასავლეთი ამხელს ქართული მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის. გარდა ამისა, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ გარდა მართლმსაჯულებით ვაჭრობისა, ქართული მოსამართლეები კლანის წევრი მოსამართლეები ასევე ეჭმიტანილები არიან დიდძალი ქონების გადამალვაში. ამის თქმის საფუძველს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც წლებია იკვლევენ მოსამართლეთა საქმიანობას, ასევე მათ ქონებებს, ამბობენ, რომ უკვე მეორე წელია ისინი ითხოვენ კლანის წევრი მოსამართლეებისგან ქონებრივი დეკლარაციების შევსებას და მათ გასაჯაროვებას. ერთ-ერთი ასეთი არის IDFI, რომელიც არის დამოუკიდებელი კომისიის წევრი, იმ კომისიის, რომელიც ანტიკორუფციულმა ბიურომ შექმნა და კომისიის წევრები, მათ შორის IDFI-ის იურისტებმა შეარჩიეს 300-მდე თანამდებობის პირი, მათ შორის იყვნენ, რა თქმა უნდა, მოსამართლეებიც და ისინი ითხოვდნენ, რომ დეკლარაციები წარმოედგინათ ამ პირებს, თანამდებობრივი დეკლარაციები, თუმცა მეორე წელია უკვე ისინი ამაოდელიან ამ ყველაფერს, უფრო მეტიც მოსამართლეებმა მურუსიძე ჩინჩალაძე მაგალითად სასამართლოში იჩივლეს ამის გამო და საქმე ამ დრომდე მიმდინარეობს. ისინი უარს ამბობენ, რომ გასაჯაროვდეს მათი ქონებრივი დეკლარაციები. სწორედ ამიტომ იურისტებს აქვთ საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ დიდძალ ქონებას მალავენ მურუსიძე ჩინჩალაძის კლანის წევრი მოსამართლეები და სწორედ ამიტომ მალავენ ისინი ქონებებს. როდესაც მოსამართლე, რომელსაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს სახელით, რომელსაც უნდა ქონდეს მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაცია,ერიდება და თავს უვლის ისეთ მარტივ ანტიკორუფციულ მექანიზმებსაც კი, როგორიც არის დეკლარაციის შემოწმება, შესაძლოა ნამდვილად ქონდეს რაღაც დასამალი. 2 წელია მოქმედი რეკომენდაცია არის მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება და მსგავსი ინციდენტები, როგორიც არის ეს დავები საკუთარი ქონების დეკლარაციებთან დაკავშირებით თუ საერთაშორისო კითხვის ნიშნები ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ისევე როგორც ბევრი სხვადასხვა ინციდენტი, რომლებსაც და ფაქტობრივად ძალიან უხეში დარღვევა და ადამიანებისთვის მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, რასაც ჩვენ სასამართლოს მხრიდან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ვხედავთ, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოში უნდა გამოყენებული იქნეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი. თუ კი რაიმე კითხვები გაჩნდება მათ დეკლარაციებთან დაკავშირებით, იქნება გარკვეული ასე ვთქვათ საფუძვლები ჯარიმის, სხვა ტიპის ასე ვთქვათ პროცედურების, ისინი მაშინვე ასე ვთქვათ მიმართავენ ხოლმე აი ამ ხერხს. როგორც ჩანს, აქვთ მათ ბევრი რამ დასამალი საზოგადოებისათვის, საჯაროებისგან ცდილობენ რომ ასე ვთქვათ ამით დააღწიონ თავი აი ამ გზით სასამართლოს მეშვეობით და იყენებენ თავის გავლენებს, რომელი მოსამართლე გაბედავს და ჩინჩალაძის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ან მურუსიძის მოსამართლეები სწორედაც რომ აი ამ ტიპის კორუფციულ გარიგებებში არიან ჩართული, როდესაც ისინი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ სასამართლო სისტემას. სანქციებიც ბუნებრივი ამაზე მეტყველებს და სანქციებში მითითებული არგუმენტები, რომ ეს არის სწორედ ანუ ისეთი ხალხი, რომლებსაც კორუფციასთან მიმართებაში აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემები. იურისტებისთვის ამოუხსნელია, რატომ შეიძლება ქონოდა მოსამართლეს, რომელიც თავს კეთილსინდისიერად მიიჩნევს წინააღმდეგობა მის დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაციის ანტიკორუფციული ბიუროს შემოწმების მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქცია, ანტიკორუფციულ ბიუროს არ გააჩნია გამოძიების ფუნქცია, ამ მექანიზმის ეფექტიანობა კი ყველა მიცის, რომ განსაკუთრებით არის შეზღუდული, ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკავშირის ერთ-ერთი აღუსრულებელი რეკომენდაციაა.